მშვიდობის. მოგესალმებით. ეთერშია დიდი შესვენება 13 საათი შესრულდა სრულიად საქართველოში. მოგესალმებით ბათუმიდან. მომდევნო 1 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე. გვეყოლება ასევე მიშვენე სტუმრები ანინიძე და ნიკო ცალანი, ასევე მე თქვენი მონამორჩილი გიორგი წულაევი იქნება თქვენთან ერთად. მოდით დანონისს ვნახოთ თუ რა გველდება გადაცემაში და მალე დაგიბრუნდებით. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. დღეს სტომატოლოგის საერთაშორისო დღეა. თემაზე რსად ისაუბრებს სტომატოლოგი თამთა ჩიქობავა. ვნახოთ ლინდა მესხიძის რუბრიკა აჯაფსანდალი. ტენდენციები ესთეტიკურ სილამაზეში, ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები. სტუმრად კოსმეტოლოგი ინეზა დიასამიძე. და ბოლოს ხიმილის ქალბატონები. სტუმრად პოეტი, აკადემიკოსი, მწერალთა კავშირის წევრი თალიკო გაბეჩავა. მსოფლიო დღეს სტომატოლოგიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ყველას გვიხარია ლამაზი, ფერადი ხიმილი, ასე რომ ამ თემაზე უფრო ვცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. თამთა ჩიქობავა გვეწვია დღეს სტომატოლოგიის დღესთან დაკავშირებით. მობრძანდით ქალბატონო თამთა. გილოცავთ დღეს თქვენი დღეა, სტომატოლოგების დღეა. წარმატებებს გისურვებთ და უამრავ მომღიმარ სახეს. შემოვერთები მილოცავს და მიულოცავ სრულიად საქართველოს მანდილოსნებს დედის დღეს და ქალთა დღეს და საუკეთესოები ყოფილიყავით ყველა დღე ჩვენი ყოფილიყავით. ასევე გილოცავთ თქვენ. დედის დღეს 8 მარტს მოკლედ მარტის პირველი კვირა გადავწყვიტეთ რომ დაგვეთმო ქალბატონებისთვის. ძალიან კარგი გადაწყვეტილება გამოგვიყვება. ქალბატონო თამთა, იცით რა არის საინტერესო? ხშირად გვსმენია ესეთი ფრაზა, რომ პირის ღრუჩანმრთელობა განაპირობებს მთელი ორგანიზმის სიჯანსაღეს. მოდით უფრო ვცლად ავხსნათ, რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში ფიზიოლოგიურად პირის ღრუს არასათანადოდ მოვლა. დიახ, ძალიან საინტერესო თემა გაქვთ. ესე იგი, პირის ღრუს ჯანმრთელობას რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ზოგადად ჯანმრთელობისთვის, მისი თავდაჯერებულობისთვის, ადაპტირებისთვის საზოგადოებასთან და ასე შემდეგ. როდესაც ვლაპარაკობთ პირის ღრუზე, ზოგჯერ მასებში არის ეს წარმოდგენა, რომ უბრალოდ მხოლოდ აი პირის ღრუ და ძირითადად ეს ნაწილი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. წესით და კანონით პირის ღრუ ეს არის ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილი. შესაბამისად, არა მარტო ესთეტიკური მხარე, არამედ მისი ფიზიოლოგიური ჯანმრთელობა ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფერმენტაცია საჭმლის იწყება, მისი მონელება პირის ღრუთი. შესაბამისად, ორგანიზმზე გავლენა შეიძლება მოახდინოს აბსოლუტურად ყველა პათოლოგიამ, რომელიც პირის ღრუში არსებობს და დამჯერეთ, რომ ესეთი პათოლოგიები სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი პრევენციული საშუალებები გვაქვს, ძალიან ბევრია. დაწყებული რა თქმა უნდა ყველაზე გავრცელებული პათოლოგიით, რომელიც რა ვიცი ალბათ იმდენად გავრცელებულია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეს პრობლემა არ ქონია, ეს არის კარიესი. ასევე ლორწოვანი გარსის დაავადებებიდან და რაც უფრო გადის დრო, იცვლება ჩვენი საკვები, ემატება მეტი და მეტი მავნეჩვევები საზოგადოებას, რომელიც რატომღაც სამწუხაროდ ასეა, ღრძილები და პაროდონტის ქსოვილი ზოგადად ესე მოვიხსენიებ ტერმინოლოგიაში, ასევე ზარალდება და ხშირია პაროდონტის დაავადებები. ის მართლა ძალიან ხშირად ისმის. დიახ, ანთებას დიახ. ასევე სამწუხაროდ გაიზარდა სტატისტიკა სიმსივნური დაავადებების პირის ღრუში, ონკოლოგიური დაავადებების და სამწუხარო ასევე ისიც, რომ ეს დაავადებები გაახალგაზრდავდა თუ ადრე ის ემართებოდა უფრო ასაკოვან ადამიანებს დღესდღეობით კონკრეტულად რისი ონკოლოგია რო აგვიხსნათ პირის ღრუში? სტატისტიკურად და კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ენის ონკოლოგიური დაავადებები საკმაოდ ხშირია და ერთ-ერთი ყველაზე ხშირია პირის ღრუში. თუმცა აბსოლუტურად ყველა ქსოვილი შეიძლება იყოს აი ეს ეგრეთ წოდებული კისტა რო ამბობენ კბილში რო ხშირად ადამიანებს კისტა აქვთ ხოლმე ეს შეიძლება თქვათ შემდეგ განვითარდეს ასოცირებული იყოს ონკოლოგიური დაავადებებით. იცით სხვათა შორის აი ჩემთან პაციენტებს ხშირად რატომღაც ასოციაცია ეგრევე ონკოლოგიურ დაავადებასთან ექნებათ, თუმცა კბილის კისტა, რასაც თქვენ ახლა გულისხმობთ, ოდონტოგენური წარმოშობის კისტა, როგორც წესი მალიგნიზირება, ანუ ონკოლოგიურ კისტას არ ნიშნავს. ონკოლოგიური დაავადებების ძირითადი მიზეზი ეს არის თამბაქოს
მოხმარება. სხვადასხვა საკვები, რომელიც აი fast foods რასაც ვეძახით, junk foods და გარემო, ხო, ალბათ ეს ასბესტი, ჰაერი. რა თქმა უნდა, ჩვენი გარემო და აი air pollution ისეთი დაბინძურებული გარემო, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. ასევე აი რაფინირებული საკვების მიღება და მათ შორის რაფინირებული ზეთი, რომელიც ახლა თანამედროვე კვლევებით პირდაპირ კანცეროგენს წარმოადგენს. და უფრო მეტი კვლევები მიდის ამ მიმართულებით, რატო? იმიტომ რომ ხშირია ეს დაავადება და საჭიროა მისი გამოკვლევა იმისთვის, რომ პრევენციის შესაბამისი მეთოდები დაინერგოს. რამდენად გვაქვს ეს კულტურა? მოდით ამაზეც ვისაუბროთ. პრევენციის და პროფილაქტიკის მიზნით რამდენად მიმართავენ სტომატოლოგებს პაციენტები თუ ისევ და ისევ სანამ კბილი არ აგვტკივდება და ფაქტის წინაშე, მტკივნეული ფაქტის წინაშე არ დავდგებით, მანამ არ მივდივართ. მერეც არ მიდის. ხო, მაინც რაღაცა გლობალურად ვისაუბროთ, მასიურად როგორია, ნუ მე შემიძლია გითხრათ გლობალური სტატისტიკას, რაც შეეხება გამოსწორებისკენ მიდის ეს სტატისტიკა. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს და უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია თანხები დაიხარჯოს პროფილაქტიკაში, ვიდრე მერე დაგჭირდეს ამ ყველაფრის მკურნალობა. ნუ საქართველოს სტატისტიკა ჩემი პირადი გამოცდილებიდან რაღაც 20 წელი ამ საქმეს ვემსახურები, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ზუსტად ფეხდაფეხ მივყვებით, განსაკუთრებით ჩემთვის სასიამოვნოა, როდესაც მშობელი თავის ზრუნვას გამოხატავს სწორი მიმართულებით წაიყვანოს ბავშვის პროფილაქტიკური ღონისძიებები ან პირისღრუს მოვლის სწორი მეთოდები გამოითხოვოს ინფორმაცია ჩვენგან. ეს რა თქმა უნდა სწორი მიდგომაა და კარგია და მისასალმებელია ყველა. აი წმენდებს ამდენად უწევთ რეკომენდაციას, როდესაც ხდება ზედაპირული ნალექისგან წმენდა პირისღრუს და ასე ხშირად გავიკეთოთ. თითქოს აფუჭებს ემალს და ესეთიც გამიგონია ჩემი პაციენტებისგან, რომ აი ეს ხო დამითხელებს ემალს, ხომ გამიფუჭებს ემალს. თუმცა იცით რა არის, ადრე იყო ესეთი მიდგომა, რომ აი ნორმალურ პირობებში მართლაც დღემდე ესეა, რომ 6 თვეში ერთხელ, ანუ წელიწადში ორჯერ უნდა მიმართოს ადამიანმა სტომატოლოგს იმისთვის, რომ ჩაიტაროს პროფესიული წმენდა. ეს უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ გააფუჭებს არაფერს პირიქით. შექმნის ნორმალურ ფლორას, მოაშორებს იმ ნადებს, რომელიც ფიზიკურად შეუძლებელია სახლის პირობებში რუტინით მოშორდეს, ანუ რუტინული ჰიგიენით მოშორდეს. ამიტომ ეს აუცილებელია, მაგრამ რაც ეხება თანამედროვე მიდგომას ამ პრობლემის მიმართ, არის ასეთი, რომ ეს უნდა იყოს ინდივიდუალური. ანუ იმდენად ბევრია დღესდღეობით პრობლემები პირისღრუში. საკვების თავისებურებებთან, მავნეჩვევებთან, გარემო ფაქტორების გავლენით შეცვლილი, რომ უმჯობესია ინდივიდუალურად შეირჩეს ზუსტად გრაფიკი აი ამ წმენდის ექიმის მიერ და გაითვალისწინოს ინდივიდუალური თავისებურებები პირისღრუს, თუ გინდათ მავნეჩვევები, რომელიც შეიძლება ადამიანს ახასიათებდეს და ამის მიხედვით ამ სიხშირით დანიშნოს, იმ სიხშირით დანიშნოს პროფესიული ჰიგიენა, რა სიხშირითაც აი ყველაზე უკეთესი იქნება ამ კონკრეტული პაციენტისთვის. ამაში ასევე გვეხმარება თქვენ ახლა გეცოდინებათ, რომ სტომატოლოგია განვითარებადი დარგია და ჩვენი დარგის დიჯიტალიზაციამ, ანუ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური მომენტების დანერგვა სტომატოლოგიაში გარკვეულწილად ძალიან გაადვილა ჩვენი სამუშაო. მათ შორის ესე იგი შესაძლებლობა არის, რომ სადიაგნოსტიკო მომენტებში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მან ეგრევე გამოგვცეს ინფორმაცია, რამდენ ხანში ერთხელ იქნება უკეთესი და ყველაზე სწორი ამ ადამიანისთვის პროფესიული ჰიგიენის ჩატარება. ასევე თამთა ბოდიშიანი გაწყვეტინებ ადამიანებს ხშირად ეშინიათ ხოლმე სტომატოლოგის სტიგმა არსებობს, ხო? გარკვეული თქვათ იგივე ალერგიული რეაქციების, ასევე თქვათ ტკივილის სალკე, თქვათ გამაყუჩებლების გამოყენების, ასევე თქვათ იგივე სისხლით გადამდები დაავადებების, თქვათ ეს ნორმები რამდენად დაცულია ჩვენთან საინტერესოა, ხო? იმიტომ რომ 90-იანებში ნაკლები დიდი საფრთხე დაყვანილი უნდა იყოს ესეთ, ხო? იცით რა არის არამთუ მინიმუმამდე, არამედ აბსოლუტურად გამორიცხულია. იმიტომ რომ ჩვენ მე ბევრჯერ მისაუბრია თქვენს ეთერში მათ შორის, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ევროპული
სტერილიზაციის ტექნიკით, რომელიც უზრუნველყოფს აბსოლუტურ 100%-იან დაცულობას. და ამ შემთხვევაში მხოლოდ პაციენტების დაცულებაზე არის ჩვენც რისკ ჯგუფში ვართ ექიმები, ამიტომ ჩვენსავე ინტერესშია, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ ეს პროცესი და მასეც ვაკეთებთ. გვაქვს ხელშეკრულებები მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებთან და ვამოწმებთ ჩვენს თავს. ჩვენთვის ესე უსაფრთხოა უფრო მუშაობა და უფრო კომფორტულია. ანუ გამოვრიცხოთ ეს რისკი და ეს რისკი ნამდვილად შეიძლება. რა თქმა უნდა, მე საუბარი მაქვს ლიცენზირებულ კლინიკებზე, რომელიც მუშაობს ისე, როგორც ამას რეგულირების სააგენტო მოითხოვს. და არ მაქვს საუბარი ისეთ კლინიკებზე, რომელიც თქვათ ამ პროცესებში არ არის ჩართული. რაც შეეხება შიშს, ახლა შიში უფრო და უფრო ნაკლებია, მე ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მithქვამს ბევრჯერ, რომ ჩემი პატარა პაციენტები უფრო მეგობრობენ ჩემთან არ ეშინიათ ჩემი, ხოლო აი მშობლებს სამწუხაროდ რაღაცა დონეზე შემორჩენილი აქვს ბავშვების ტრავმები, რომელიც დღესდღეობით აი რაღაცნაირად დაბრკოლებას წარმოადგენს, მაგრამ ესეც მოგვარებადი ამბავია თავისთავად. თქვენ სტომატოლოგის? აი მე რომ მეშინოდეს სტომატოლოგის, არა, ნუ აი არ მეშინია, არც არასდროს მქონია ეს შიში. არ ვიცი, შეიძლება რახან მამაც ამ პროფესიის იყო და შესაბამისად ყველა იცნობდა როგორც ოჯახი ამ სფეროში მოიწამეთ სტომატოლოგიით ადრე. ეს იმდენად ჩემთვის შინაური გარემო იყო, რომ შიშთან ნამდვილად არ ასოცირდებოდა. რამდენად მიესალმებით სახლის პირობებში ბავშვების პირველადი კბილების მოცვლას? რა ბევრს ამოგვიღია ეს ძაფით ან მოულოდნელად დაგვეკაჩერებებიან და ეს აი ეგ არ არის კარგი მოულოდნელად დაგეკაჩერებენ, მაგრამ საერთოდ ფიზიოლოგიურად ბავშვმა ფიზიოლოგიურად ბავშვმა უნდა თავისით მოიცვალოს კბილი. იქნება ეს სახლის პირობებში, კი ბატონო, იყოს სახლის პირობებში. ფიზიოლოგიურად ის მოირყევა ხოლმე ისე და როდესაც მიდის უკვე აი სულთლად ტერმინალურ მდგომარეობაში ყველა მიმართულებით მოძრაობს, შესაძლებელია წინასწარ ბავშვის ინფორმირებულობით. აი თუ უეცრად მოხდა, ეს ძალიან დიდ ინდობლობას იწვევს. სტრესს და ეს არის ძალიან ცუდი რამ, რაც შეიძლება მშობელმა გააკეთოს, ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ ეგეთი რამე არ გააკეთოთ, იმიტომ რომ მე მშობელის მიმართაც არის ეს უნდობლობა და მე ექიმებიც ვიჩაგრებით, იმიტომ რომ მე ბევრი ფსიქოლოგიური მომენტის გადალახვა გვიწევს, რომ ეს ბავშვები ნდობით მოვიდნენ ჩვენთან. ამიტომ საერთოდ რასაც ვაკეთებ, წინასწარ პროცედურა ბავშვისთვის უნდა იყოს ახსნილი მშობლის მიერ და ექიმის მიერ, რომელთანაც ის მოდის. ამ შემთხვევაში ნდობა ბავშვის უფრო მეტია და ეს რა თქმა უნდა კარგია. თუმცა სახლის პირობებში თუ ეს შეთანხმებულია ბავშვთან, არის რაღაცა სხვადასხვა მეთოდები, მოდი 10-მდე დაითვალე და უცბად მე რევიზა, რაღაცა ეგეთი. შემზადებ. შესაძლებელია ესეთი რაღაცა და არ არის ცუდი. აი თქვა კბილის ამოღების შემდეგ მშობლებსაც რჩება რომ მივცეთ რა პროცედურაა საჭირო? სამუშაოებაა საჭირო უბრალოდ ბამბის დაგება თუ? ნუ პირველ რიგში მოდით კარგად გავმიჯნოთ, რომ თუ კბილი ძალიან მორყეულ მდგომარეობაშია, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ჩართვა ოჯახის პირობებში შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში არა. რა პირობები, თუ ძალიან მორყეულია კბილი, უკვე იმ მომდევნო ეტაპები იმდენად არ არის არც გამოხატული სისხლდენა, არც არანაირი ტკივილი. შესაბამისად, უბრალოდ მოვარიდოთ ბავშვი თბილ სასმელებს 2 საათის განმავლობაში, ხო? თუ მაგალითად ამ კარგი ის შემომთავაზა ერთ-ერთმა ჩემმა კანადელმა პაციენტმა, რომ მითხრა ესეთი რაღაცა, რომ მეო ყველა კბილი ჩემში სახლში მოუცვალეო, როცა კარგად ირყეოდაო და ასეთი წახალისება მქონდაო, რომ ყოველი მოცვლილი კბილის შემდეგ ნაყინს ვაძლევდიო და ხა ნაყინი რა თქმა უნდა ტკბილია, კარგია, მაგრამ ამავდროულად ცივია და აი მარეს ისე კარგად სიამოვნებს ბავშვს უყვარს და ეს ძალიან კარგი კომბინაცია და შეიძლება რაღაცა თქვა ჩვენმა მშობლებმაც გამოიყენონ მომავალში. იცით მინდა გკითხოთ ელექტროჯაგრისებზე, სურს გკითხოთ, რამდენად გაუწევდით რეკომენდაციას ელექტროჯაგრისებს, გავართ თუ არა გარკვეული საფრთხის წინაშე, როცა მათ ვიყენებთ, რა სიხშირით გამოვიყენოთ, როგორი სიძლიერით გამოვიყენოთ, მე პროთ მომხმარებელი ვარ ელექტროჯაგრისის და ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა უფრო კომფორტულზე განცდაც მაქვს, რომ უკეთ წმენს ვიდრე არა ელექტრო სტანდარტული ჯაგრისი, თუმცა ჩემს სტომატოლოგს ეს იდეა არ მოსწონს. ეს მინდა ვთქვა. აუ, მე რა საოცარია. ნახეთ, სტომატოლოგები
მე პირადად და მსოფლიო სტომატოლოგები უწევთ რეკომენდაციას ელექტროჯაგრის. ესე იგი, ელექტროჯაგრის აი რა მხრივ შეიძლება გაუწიოთ რეკომენდაცია. აი ნახეთ, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ კბილის ორი ზედაპირი დავინახოთ მხოლოდ აი ვესტიბულური გარეთ რაც ჩანს და უკვე ხო, რეალურად კბილს აქვს 5 ზედაპირი. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვეულებრივი მექანიკური ჯაგრის, ანუ არა ელექტროჯაგრისით წმენდას შეზღუდულია ჩვენი მოძრაობები. ანუ რეალურად უნდა იყოს მხოლოდ ვერტიკალურ სიბრტყეში, ამაზეც გვისაუბრია, ან წრიული მოძრაობები, ან გამოგვითი, ანუ ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ. დროის ხანგრძლივობასაც აქვს. დიახ, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა. დიახ. და ეს როგორი სტანდარტი არის საინტერესო? სტანდარტი არის, რომ მოხდეს, აი ბავშვებში მაგალითად ესე აუხსნი ხოლმე, განცდა დროის, ხოთი შორის ბოზრდილებსაც გამოხეხვის პროცესში არ აქვს ხოლმე, ამიტომ 3 წუთი არის ხო? დიახ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აბაზანაში ამ პროცესს იტარებენ, არავინ არ დგას და დროს არ აკონტროლებს. ამიტომ კარგი იქნება თუ დათვლას გავაკეთებთ. ანუ მაგალითად 20 მოძრაობა აქ, 20 მოძრაობა წინ და 20 მოძრაობა მარჯვენა მხარეს და ეს ბავშვებთან მუშაობს, მოზრდილებსაც ძალიან ეხმარება და დროის მენეჯმენტის გათვლაში ძალიან მარტივი გამოსათვლელია. ასევე მნიშვნელოვანია აი ელექტროჯაგრისებზე რომ გავაგრძელოთ. ნახეთ, ელექტროჯაგრის გარდა იმ მოძრაობების, რასაც ჩვენ ვანიჭებთ, დამატებით მოძრაობები შეუძლია. ამიტომ რეალურად აი 5 ზედაპირის დამუშავებაში, რომელიც აქვს კბილს, უფრო მეტად ეხმარება პაციენტს. პატარა თავი აქვს, ადვილად მისადგომია, ძნელად მისადგომი უბნების გასაწმენდად და შესაბამისად კარგია. თავარი არის ის, რომ მხოლოდ გამოხეხვის პროცესი არ არის საკმარისი დღესდღეობით ჩვენ ვიცით, რომ კბილთა შორის სივრცეები სპეციალური ჯაგრისებით უნდა დავიმუშაოთ. ეს წყლით რო ირეცხავენ ირიგატორები კბილთა შორის სივრცეები უნდა დავიმუშაოთ. არის ასევე ირიგაციისთვის მოწოდებული სითხეები, რომელიც არ შეიცავს სადეზინფექციო საშუალებებს და რუტინულად ყოველდღე მათი გამოყენება შეიძლება. და არის ასევე პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი მეთოდი, უბრალოდ აუცილებელი რომ ენაც გაიწმინდოს. აი ეს მომენტი არის, როდესაც პაციენტებს ხშირად არ აქვთ ხოლმე ეს ინფორმაცია, რომ ენაც ისევე ექვემდებარება ჰიგიენურ მოწესრიგებას რუტინულად ყოველდღე, როგორც კბილები. იცით რა არის რაღაც კომბინირდა ფაქტიურად კბილის ჯაგრისთან ენის საწმენდი, რომელიც ფაქტიურად იმ თავით უგეუბნება, რომ ენის წმენდის ნაწილი არის თუმცა ელექტროჯაგრისებში არ არის ეს კომბინაცია და ამიტომ თუ ელექტროჯაგრისით სარგებლობთ, მაშინ დამატებით საჭიროა ენის ჯაგრისით შევიძინოთ. ეს რაღაცა სახალხო კითხვა ვისაუბროთ იმაზე კიდევ ერთხელ განმარტოთ ამაზე არაერთხელ თქმულა, თუმცა მე ვფიქრობ კიდევ იმსახურებს აღნიშვნას ეს ხიჭ-ჩხირები, რომლითაც იჩიჩქნიან ხოლმე კბილებს იმ მიზნით, რომ გამოიგებნონ ზედმეტი საკვები, რა საფრთხების წინაშე გვაყენებს. მით უმეტეს აბსოლუტურად არანაირი ჰიგიენური ზომები არ არის დაცული ამ შემთხვევაში პირდაპირ იღებენ და მკავდებიან ამ მართალია აბსოლუტურად ზოგჯერ მე მინახია რესტორანში პირდაპირ ღია მდგომარეობაში დევს ხოლმე, ზოგჯერ შეფუთულია. ორივე შემთხვევაში არანაირად არ არის გამართლებული აი ამის გამოყენება. გარდა იმისა, რომ ჯერთი დიდი ზომისა და ვერ თავსდება ნორმალური ორთოგნათიული თანკბილვის პირობებში კბილთა შორის სივრცეში. ძილს დააწვა და მეორე ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევთ ტრავმირებას მექანიკურს, დრილოვანი ნაწილის, რომელიც ისედაც ისეთი რბილია, რომ კბილებს შორის ისე მოქცეული, დაცული იყოს და ჩვენ ახლა ხელოვნურად თუ მისი ტრავმირება გავაკეთეთ, ამით კარგი არაფერი არ გამოვა და მესამე რა თქმა უნდა, ცუდი მომენტი არის ინფიცირება ამ ყოველფრის, იმიტომ რომ როგორც წესი ამას ვაკეთებთ ჩვეულებრივად ხელით, ჩვენი ხელი მუდმივად შეიცავს ბაქტერიულ ფლორას, მიკროფლორას და სხვადასხვა სოკოვან ინფექციას მათ შორის და აი ასე ხელით ამ ყოველფრის გაკეთება რა თქმა უნდა არ არის სწორი. დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ტრავმა, ინფიცირება და რეინფიცირება მუდმივად, ანუ ესეთი რაღაც წაფს რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას, არის თუ არა ალტერნატივა? ნუ ნახეთ, გარკვეულწილად ფლოს, ანუ კბილის ძაფსაც შეუძლია დააზიანოს ეს მიდამო. ამიტომ მე მაგალითად ჩემს პაციენტებს აუხსნი ხოლმე როგორ გამოიყენონ ფლოსი. ფლოს თავისი გამოყენების წესი აქვს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკეთესი ალტერნატივაა, როდესაც თქვენ გარეთ ხართ და არა გაქვთ საშუალება ირიგატორით ან რამე პირისყრუს ჯაგრისები არ დაგვაქვს ხოლმე იშვიათად. ჯაგრისების გამოყენების წესი საინტერესო. იცით რა არის, ჯაგრისებით მუდმივად ყოველი ჭამის მერე კბილების დამუშავებაც არ არის სწორი. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ორჯერ დილით საღამოთი და ეს არის ამით შემოვიფარგლოთ. ყოველი საკვების მიღების შემდეგ
დაშვებულია ირიგაცია პირის ღრუს, თუ ეს მოხდება წყლით და გარეთ ვართ, ეს ნორმალურია. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ სავლებებიც, რომელიც არ შეიცავს დეზინფექტანტს და არის დამზადებული ძირითადად მცენარეული ექსტრაქტის საფუძველზე და სპირტს ასევე არ უნდა შეიცავდეს და რაც შეეხება გამოყენებას, აი ფლოსის გამოყენებას ტექნიკა აქვს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი პაციენტები აი ხარ უცი რამდენი შეიძლება გვაჩვენო, აი ეს რაღაც საკეთებენ ფლოსს. არ შეიძლება. სუბუქი მოძრაობა. დიახ, აი ეს თავისუფლად შეიძლება ესე დაზიანდეს დრილოვანი ნაწილი. ეს არ უნდა დაზიანდეს იდეაში ფლოსირების დროს. როგორ უნდა მოხდეს? ანუ მოთავსდეს კბილთა შორის სივრცეში, ერთ კბილზე ზეწოლის შემდეგ ამოვიღოთ ზემოთ, იმავე კბილთა შორის სივრცეში, მეორე კბილზე ზეწოლის შემდეგ ამოვიღოთ ზემოთ. აი ეს უნდა იყოს, რომ არ დაზიანდეს და ჩასმის დროსაც აი ეს ეგრეთ ჩავარდნა და იქ დაზიანება, ტრავმირება ამოგვიოს, არ იქნება პირიქით უარეს მდგომარეობაში შეიძლება ჩაგოს, რამოდენიმეჯერ გამეორდა, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი. თამთა აბსოლუტურად ვაცნობიერებთ იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალური არის არჩევანი, როგორც კბილის პასტის შემთხვევაში, ასევე მოვლის ნაწილში, თუმცა დახლებზე ხშირად გვხვდება ხოლმე მრავალი არჩევანი. აქ არის კიდევ განსხვავება ის, რომ თითქოს აი ბიოლოგიურად უფრო სუფთა, ნაკლებად სუფთა, აქ არის განსხვავებები, მათ შორის მწვანე აღნიშნით, ასევე შავი აღნიშნით, ასევე ლურჯი აღნიშნით. თითქოს ამას განსხვავება აქვს. აი როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად კბილის პასტა? მაინც თუ მივდივართ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ თქვენ თვითონ აპირებთ მომავალში თქვენთვის კბილის პასტის შერჩევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის სწორი არცერთ შემთხვევაში. ანუ ეს მწვანე, ლურჯი და შავი აღნიშნული. დიახ, აი ნახეთ რა მომენტია, შეხედეთ დღევანდელ დღეს მარკირება მწვანე, ლურჯი და შავი ნიშნავს, რომ შავი შეიცავს მაქსიმალურად მეტი რაოდენობით ქიმიურ დანამატს. მწვანე ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ შეიცავს ქიმიურ დანამატს და ლურჯი არის გარდამავალი პროდუქტი მათ შორის, იმიტომ რომ ისიც არის და ისიც. ეგრე ჯობია. ანუ რეალურად ეს ანუ რაღაცა კარგი პერსპექტივაა, ხო? ნახეთ, აი ახლა მე რომ გითხრათ თქვენ რომ წადით და იყიდეთ ბუნებრივი კომპონენტის წამალი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ. არ აქვს მნიშვნელობა. აი რომელიც მწვანე იყოს, თავარია ბუნებრივი იქნება ეს სწორი მიდგომა. არ იმუშავებს, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს პირის ღრუს მოვლის ყველა საშუალებას დაწყებული პასტით და მთვარებული ჯაგრისითაც კი აქვს არა მხოლოდ ჰიგიენური დატვირთვა, არამედ სამკურნალო დატვირთვაც. შესაბამისად არ შეიძლება თვითნებურად ამ ყველაფრის გამოყენება. აუცილებლად რაღაცა მომენტში რაღაცა გაუთვალისწინებელი მომენტი იქნება, მაგალითად იგივე ChatGPT-სთანაც რო გადავაწყვეტეთ თქვენი. აი იქ შეიძლება რაღაცა კიდე რაღაც ჭეშმარიტებამდე მიხვიდეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როგორ ხდება კბილის რუტინული მოვლის შერჩევა? მიდიხართ სტომატოლოგთან. აი გულახდილად უყვებით ყველა თქვენ მავნეჩვევას, რომელიც გაგაჩნიათ, ის დაათვალიერებს პირის ღრუს და დაინახავს კიდე ისეთ მომენტებს, რომელიც თქვენთვის უხილავია ყოველდღიური დათვალიერების დროს და ამის მიხედვით შეგირჩევთ ისეთ პასტას, რომელიც დაგეხმარებათ აი ამ პრობლემების მარტივად მოგვარებაში. ამ პროფილაქტიკაში. მარკეტი ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს საუკეთესო თუ არა მწვანე მარკეტი ნიშნავს იმას, რომ ის ნაკლებად შეიცავს ქიმიურ დანამატს და ამ ხრივ თუ მიუდგებით, რა თქმა უნდა, უკეთესია. თუმცა ზოგი ქიმიური დანამატი იქ მოთავსებულია იმისთვის, რომ მან სამკურნალო ეფექტი მოიტანოს პაციენტის და სასარგებლო ეფექტი. თან დაიცით რა მინდა გითხოთ, აი კბილის მოვლის რუტინა, როდესაც ვთქვათ პაციენტი ან ადამიანი გადაწყვეტს მივიდეს გამოიკვლიოს კბილები, ვთქვათ იგივე მე არ ვიცოდი, ამასინაც შევიტყვა, არსებობს კბილების კომპიუტერული კვლევაც, ხო? ეს რამდენად მიზანშეწონილია, ვთქვათ, ადამიანმა გააკეთოს. ნახეთ, ესე იგი კომპიუტერული კვლევას თქვენ ალბათ გულისხმობთ იმას, რომ გამოკვლევის მეთოდები ძალიან ბევრი გვაქვს, რომელიც დაკავშირებული არის დიჯიტალიზაციასთან, რაღაცა ტექნოლოგიებთან. კარგი რა არის და სიახლე რა არის? მაგალითად, სიახლე არის ის, რომ დღევანდელ დღეს, როცა ჩვენთან მოდის პაციენტი. მით უმეტეს თუ ის არის რაღაცა გარდამავალ ასაკში, თინეიჯერობის ასაკში და რაღაცის შეცვლა უნდათ მუდმივად ქალბატონებს, გოგონებს, ბიჭებსაც სხვათა შორის. თავის ვიზუალურ ნაწილში, რომ აი ეს ასე არ მომწონს, ეს ასეთი ფერის მინდა იყოს, ზოგს საერთოდ დაგრძელებული კბილები მოწონს, ზოგს დამოკლებული, ესეთი რაღაცნაირი ინდივიდუალური ვიზუალური აღქმა უნდათ, რომ მიიღონ რაღაცა განსხვავებული იმისგან, რაც აქვთ, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ აუხსნათ რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული,
მაგალითად მინდა იდეალურად თეთრი კბილები, აი როგორც ახლა თქვას ბანერზეა მაგალითად, ხო? და ვეუბნებით, რომ ესეთი თეთრი კბილების მიღწევა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ რამდენად გინდათ თქვენ ეს ფერი და რამდენად მოგიხდებათ, ეს ხო, აი ახსნად ძნელია, ხო? აი რაც შეეხება დიჯიტალიზაციას, დღეს გვაქვს საშუალება, რომ ამ ადამიანის ფოტოსურათზე წინასწარ ვაჩვენოთ, როგორი იქნება ის იდეალურად თეთრი. ეს ჩვენ გათეთრებაზე ვსაუბრობთ თუ ვინირებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში? ეს ჩვენ ვსაუბრობთ ნებისმიერ ვიზუალურ მომენტზე, რომელიც ღიმილის ხაზში უნდა ადამიანს შეცვალოს, განსაკუთრებით თუ საუბარი გვაქვს თინეიჯერებზე. მათ აქვთ ხოლმე სურვილი, რომ ზოგ პირსინგი მოითხოვოს ან რაღაც, აი არ ვიცი რატო ამას აქ დაკავშირებს. აზიანებს საინტერესოა. იცით რა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს. ან საერთოდ, მაგალითად პირსინგი საერთოდ არ დაზიანდეს, ან თვალის მოთავსების დროს ემალი, მაგრამ ვიზუალურად, როცა ბავშვი ამას გადაწყვეტს, გაიკეთებს, აი თინეიჯერი მაგალითად, ხო? ან თუ გინდაც მოზარდი, მხოლოდ თინეიჯერზე და მერე ნახულობს თავის თავზე ეს როგორია, შეიძლება არ მოეწონოს. ამიტომ კარგია დიჯიტალიზაცია ამ მიმართულებით, რომ პროგრამა სპეციალური, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ დაანახო მისი თავი, ზუსტად იმავე ცვლილებებით, რომელიც ჯერ არ გაგიკეთებია და მას უკვე აქვს არჩევანის ზუსტი საშუალება. აი პირსინგის რისკებს რაც შეეხება, არსებობს რაღაცა გამოკვეთილი რისკი, შეიძლება პირსინგს მოუწევს. კი, პირსინგის გაკეთების შემთხვევაში ენაზეც მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვასკულარიზირებული ორგანოა, ტუჩზეც მიუხედავად იმისა, რომ კარგად სისხლმომარაგებული ორგანოა, ჩვენ ვაფრთხილებთ პაციენტებს, რომ ეს არის დროებითი იმ გათვლით, რომ რაღაცა მომენტში ის აუცილებლად მოიწონს. თამთა, აი და სპეციალური მოგვაჭირდება კიდევ. კითხვასაც დაგისვევ, აი ის ეგრეთ წოდებული თქვათ შესაძლოა სვენი ასეთი რამ, რომ შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს კბილის პრობლემა, იგივე კისტა და არ იცოდეს ამის შესახებ, არ აწუხებდეს. ესეც შესაძლებელია, ხო? და თუ როგორ უნდა გამოიკვლიოს ამ ხშირ შემთხვევაში რენტგენი ხდება თუ ოდონტოგერული კისტა ისე აქვს პაციენტს, რომ ხშირ შემთხვევაში ქრონიკული პროცესია მას არც აწუხებს. ერთადერთი შეიძლება ვიზუალურად ფერის ცვლილება დაინახოს კბილების და მაგით მოგმართოს ან სრულიად შემთხვევით გამოკვლევის დროს რენტგენზე მშვენივრად ჩანს ჩვეულებრივ დამიზნების გარეშე ეს რა თქმა უნდა ჩანს და მე უკვე ღრმა კვლევით შეიძლება უკვე ზუსტად მისი საზღვრების ფორმის ზომის და ყველაფრის დადგენა. თამთა ესეთი რა მინდა გკითხოთ, ესეც საკმაოდ აქტუალური საკითხია. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ქალბატონები წყვეტენ რადიკალურად შეიცვალონ პირის ღრუს ვიზუალი, ვინირების ან სხვადასხვა ხიდების, ეგრეთ წოდებული ხიდების საშუალებით, მე ხა დილეტანტურ ენაზე ვამბობ, მაშინ როცა შესაძლოა მათი ბუნებრივი ნატურალური კბილები სულაც არ იყოს ისეთ დესტრუქციულ მდგომარეობაში, რომ ამის საჭიროება იდგეს, თუმცა ესთეტიკური კუთხით საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიმართავენ ამ პროცედურას. რამდენად უწევთ რეკომენდაციას და შევინარჩუნოთ ეს ჩვენი ბუნებრივი კბილები სანამდეც შეგვიძლია მაქსიმალურად თუ ავყვეთ ამ ტენდენციას და თუ კი საშუალებაა ჰოლივუდის ღიმილი გავიკეთოთ ყველა. ნუ ნახეთ ახლა როგორი მიდგომა. რა თქმა უნდა შეინარჩუნოთ ბუნებრივი. მე ერთხელ ხელმოვხვდი კონფერენციაზე, სადაც ძალიან კარგი რესტავრატორი თვითონ რადლისკი ესეთ რაღაცას გვიყვებოდა, რომ აი იცით ყველაზე კარგი რესტავრატორი ვინ არისო მსოფლიოში და რაღაცა ისეთი განცდა მქონდა, რომ ეხა მან თავისთავად რომ დაასახელოს, ყველანაირი უფლება აქვს, რომ დაასახელოს, რომ ხატრული ნიჭრით დაჯილდოებული არაჩვეულებრივი სპეციალისტია. რელევანტური იქნებოდა. მაგრამ რაღაცა მაინც კოლეგებთან რომ საუბრობ, ეგეთი რაღაცა მე მგონი ცოტა და ვიფიქრე ხა, რომ ეს თუ მართლა იტყვის თავის თავზე მე ავდგები და წავავდები რა. და აი ესე მოლოდინში ვარ და აი ვინ ესე რომ ვკითხეთ და ვინ არისო და დედა და მამაა და მამა ღმერთია. ის რასაც მოგცემთო, ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთო, იმაზე უკეთესიო ესო ბუნებრივად ვერ იქნება, გამორიცხულია. და აბსოლუტურად მართალი იყო ეს ადამიანი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის მხოლოდ შეცვლა იმის, რაც ბუნებრივად არსებობდა, რაღაცა მიმართულებით გაუმჯობესება ჩვენი გაგებით იმის, რომ ფერის, ფორმის კი ბატონო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დგას, თუ ამის საჭიროება არ დგას, ის არის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში კარგად არის, მაშინ ძალიან დიდი მოთხოვნაა, რა ვითხოვნაა, რომ შევინარჩუნოთ და გაუფრთხილდეთ ეს ყველაფერი. იდეალურ დონეზეა მოწესრიგებული, ისე რომ ჯობია რომ არ ჩაერიოთ ამ სიტუაციაში. ბუნების მიერ. თამთა ჩიკობავა სტომატოლოგს საუბრობდით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოვისმინეთ ქალბატონი თამთასგან და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რომ პრევენციის მიზნით და პროფილაქტიკის მიზნით ხშირად ვეწვიოთ სტომატოლოგებს, არა მხოლოდ მაშინ, როცა უკვე ანთების წინაშე ვდგავართ და ძალიან გვტკივა კბილი. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა თამთა. კბილი ჯანსაღი განწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. მადლობა.
ისევ ქალბატონების თემას დაუბრუნდეთ, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ მთელი კვირის განმავლობაში, რომ ეს კვირა ეთმობა ქალბატონეს გამომდინარე 2 დღესასწაულისა, 3 მარტი დედის დღე და 8 მარტი ქალბატონების დღე. ესთეტიკური სილამაზის ინდუსტრია უფრო და უფრო ვითარდება მსოფლიოში ყოველწლიურად. ახალი ტენდენციები, მეთოდები და მიდგომები არსებობს ამ მიმართულებით. ერთი რამ არის ცალსახა, რომ ბოლო დროს ბუნებრივობა განსაკუთრებით აქტუალური და პოპულარული გახდა და სკანდირებენ იმას, აი ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომ ეს უნიკალური ხიბლი და შარმი ყველა ქალბატონმა უნდა შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ფილტრების ეპოქაში ვცხოვრობთ და თითქოს ეს ძალიან ბევრი გამოწვევა სოციალური ქსელები, საიდანაც ნაკარნახებია სტანდარტები და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, თან მოვუაროთ ჩვენ თავს, გვიან დაგვეტყოს ასაკი, თუმცა ეს ინდივიდუალიზმით შევინარჩუნოთ და სხვებს არ დავემსგავსოთ, ეს სინთეზი როგორ მოვახდინოთ ოსტატურად, გვეტყვის ინეზა დიასამიძე, კოსმეტოლოგი. მობრძანდით. მობრძანდით ქალბატონო ინეზა, ჩვენ საუბრობდით სტომატოლოგიაზე, თუ იმაზე რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღ პირისყროსთან ერთად ხიმილი და ზოგადად ადამიანის გამომეტყველება იყოს მიმზიდველი, შთამბეჭდავი და ახლა გადავინახეთ კოსმეტოლოგიას, ხო? ამ სფეროში მამაკაცები ნაკლებად ჩახედულები ვართ, აი თქვენის ეგეც სტერეოტიპია. ხო, მე პირადად ჩემ შემთხვევაში ვიზაუბრებ, თუმცა ერთი ბოტოქსი მოგიხდებოდა. ბოლო პერიოდში მინახავს არაერთი პოლიტიკოსი, არაერთი მსახიობი, არაერთი წარმატებული საზოგადო მოღვაწე, როგორც იწყვიან, ერთი 10 წელი მოკლებული აქვს თავიანთი ასაკის, ხო? როგორ ხდება ეს ყველაფერი? კომპლექსური საკითხია. სასიამოვნოა ის, რომ შესაძლებლობა არის ამ ყველაფრის, რომ გამოვიყურებოდეთ არაჩვეულებრივად. თუმცა სანამ ამ შეკითხვას პასუხს გავცემ, აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ ესთეტიკური მედიცინა უკვე აღარ არის სილამაზის ინდუსტრია. ეს არის უკვე მეცნიერებისა და კოსმეტოლოგიის ერთგვარი ნაზავი. ფაქტიურად კულტურული, ფსიქოლოგიური და სოციალური მოვლენა გახდა, ხო? შეგვიძლია ესე ვთქვა. ცოტა სხვანაირად უკვე ინფორმირებულია ჩვენ საზოგადოება და მე მოხარული ვარ, რომ თქვენი საშუალებით ძალიან ბევრ რამეს ესმება ხაზი და მაღდება მათი ცნობიერი. ძალიან კარგია. კოსმეტოლოგია ძალიან წინ მიიწევს და ეს არის სფერო, რომელიც ყოველდღიურად პროგრესირებს. ყოველდღიურად არის სიახლეები. მეცნიერულ დონეზე თქვენ წარმოიდგინეთ. ესე იგი, თქვენ გულისხმობთ, რომ ბიოლოგიური თვალსაზრისით ჯერ არა, თუმცა ვთქვათ ესთეტიური თვალსაზრისით შესაძლოა სიბერე დამარცხდეს, ამას გულისხმობთ. სიბერის დამარცხება ეს არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. და არც უნდა ვეცადოთ, რომ დავამარცხოთ. აი ესე თუ ისე, მაინც მივდივართ. და არც ვეცადოთ შევაკავოთ ეს პროცესი. საბოლოოდ კი ბატონო, მაგრამ კოსმეტოლოგი აკეთებს იმ ყველაფერს და მეცნიერებით შესაბამისად ჩართულები არიან იმ თვალსაზრისით, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა პირველ რიგში და ისე ვიყოთ ლამაზები. და მე ძალიან მიხარია, რომ საზღვრებს გარეთ, აი როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აზიის ქვეყნებში ხშირად გვიწევს გასვლა, რათა არ ჩამორჩეთ მსოფლიო სტანდარტებს და აი როგორ არის ეს სტანდარტები საინტერესოა. და მოთხოვნადი პროცედურებიც გითხარით, ყველაზე მოთხოვნადი. კი ბატონო, აი ყველა მოთხოვნადია, მაგრამ ძალიან საინტერესო შეკითხვა დამისვით. ერთხმად ვეთანხმებით იმას, რომ ვიყოთ ინდივიდუალურები და ვიყოთ ბუნებრივად ლამაზები. ალბათ ამეთანხმებით, რომ ყველაზე მომხიბვლელი სილამაზე არის ბუნებრივი სილამაზე, ხომ ესეა? ამიტომ ჩემი ორიენტირით, აი როგორც პროფესიონალი ექიმის ორიენტირი არის უშუალოდ კანის გამოჯამრთელება. კანის სიჯანსაღე და არა რაიმე ისეთი არაადეკვატური ცვლილებები. ზუსტადაც რომ მაგას გულისხმობს სწორი კოსმეტოლოგია, რომ არ დავუკარგოთ ადამიანის ინდივიდუალიზმი და შევუნარჩუნოთ მისი ბუნებრივი სილამაზე და ძალიან ისეთი ნაწილობრივ და ფაქისად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ისე მონატრებია თვალსის ბუნებრივი სახის სქერა, ну ქალბატონებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხო რაღაც მომენტში სწორია გიორგი, რომ ძირითადად მაინც ქალბატონები მიმართავენ ამ პროცედურებს, ხო? არა მარტო. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში კონკრეტულად მე ხარ არ ვიცი ბუნებრივი ტერმინოლოგია თქვენი სფეროს, მაგრამ აი ჩემი დილეტანტური ენით ფილერებს გულისხმობ შემავსებლებს ამ შემთხვევაში. და ხა ბოლო დროს ძალიან აქტუალურია კენედის შვილის სასიყვარულო ისტორიაზე გადაღებული სერიალი ჯორჯ კენედისა და
კეტრინ ბისეს სიყვარულის ისტორია, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. ეს ორი ადამიანი იყო კუმირი ბევრისთვის ამერიკაში 90-იან წლებში. და ვუყურებ აი ამ სერიალს და გათვალისწინებული აქვს აბსოლუტურად პროდიუსერებს, რეჟისორებს 90-იანი წლებია, მაშინ სულაც არ იყო ეს პროცედურები აქტუალური, შესაძლოა არც არსებობდა მაშინ ფილერები, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ქალბატონები ამ პროცედურას არ იტარებდნენ და ყველა მსახიობი არის ნატურალური სახით წარმოდგენილი, იმ ძალიან ლამაზი კეხით, იმ ძალიან თხელი და ნაზი ტუჩებით და როცა ვუყურებ პირველ ორ სერიას და რაღაც აშიტირებული ძალიან გახარებოდი, ჯერ ვერ მივხვდი, რამე სიამოვნა ასე ძალიან და მე მივხვდი რომ თვალს ეს მონატრებია. ინეზა იცით რა გითხარით, როცა მოდის გოგონა ულამაზესი და სურს იმ რაღაც სტანდარტებში ჩაჯდეს და შეიცვალოს ზომა, ცხვირის, ტუჩის, უარით გაგისტუმრებიათ თუ მაინც უკმაყოფილებ. აი მოგვიყევით. ყოლია პაციენტები, რომელსაც უთხოვია ჩემთვის, რომ 2 მილილიტრი შემოსავალი გამეკეთებინა მისთვის ტუჩში. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას ძალიან ჯერ ერთი რომ ვიზუალურად და ესთეტიურად არ არის ლამაზი. მეორე და ჯანმრთელობას შეიძლება შეუქმნათ პრობლემა. ამიტომ სწორი განსხვავებებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა რიცხვი არსებობს ზღვარი. აი ზღვარს როცა ვცდებით ამ შემთხვევაში ეს ვიზუალური ნაწილი არის მხოლოდ არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, რა თქმა უნდა, უფრო ღრმაა ჯანმრთელობის მიერი, შეიძლება დავაზიანოთ, იმიტომ რომ ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვიწვიოთ. და შემდეგ უკვე მიგრაცია, თუ ღრმად ჩაუღრმავდებით ამ თემას, შეიძლება აი ტუჩის მოცულობა, როცა არის პატარა და მთხოვს პაციენტი, რომ გაუკეთო 2 გრამი შემოსავალი, შეიძლება აი 1 თვის შემდეგ არა ბოტოქსი, ეს ხარა მაგაზეც ვისაუბროთ, ერთადერთი პირველი პროცედურა ეგ არის, თავის პოპულარობით, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ კი, არავითარ შემთხვევაში არ კარგავს პოპულარობას, მინდა გითხრათ. და აი იმის თქმა მინდოდა ზუსტად თქვენს შეკითხვაზე, რომ ზღვარი აუცილებელია და სწორი განსაზღვრა კოსმეტოლოგის უნდა იცოდეს პაციენტმა ხელწერა. კოსმეტოლოგის ხელწერა ამ შემთხვევაში სად გადის და რას ემსახურება. მე დამიკარგავს არაერთი პაციენტი იმის გამო, ჩემთან მოსული და უთქვამთ, რომ ეს მჭირდება და რეალურად არ ჭირდება. საერთოდ არ არის საჭირო. ძალიან ის მინიმალურად და ფაქიზად. ინეზა, მოდით განვმარტოთ და განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ესთეტიური ჩარევა, როგორც კონკრეტულად ჯანმრთელობისთვის და ასევე კონკრეტულად როგორც სილამაზისთვის. ეს ორი განსხვავდება, ხო, ერთმანეთისაგან. მოდით ამ ორ თემაზე ვისაუბროთ ცალკეულად თუ შეიძლება. ძალიან საინტერესო კითხვა. აი ყოველთვის არაერთხელ მithქვამს ამ გადაცემაში სხვათა შორის, რომ ანამნეზის გარეშე არც ერთი манипуляცია არ არის სასურველი რომ დაიგეგმოს და რატო? არსებობს უამრავი დაავადებები, მაგალითად აუტოიმუნური დაავადებები, მაგალითად ჰეპატიტები, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, უამრავია. ამიტომ უნდა მოხდეს წინასწარ ანამნეზის შეგროვება. თუ რაიმე სახის პრობლემა და კოსმეტოლოგია გვაძლევს სხვათა შორის მაგის ფუფუნებასაც, რომ ზუსტად მოვარგოთ, აი მაგალითად აუტოიმუნური დაავადებების დროს არსებობს სპეციალური შემოსავლები, ბიორეპარანტები, თამამად ჰიბრიდული პრეპარატებია, რომელიც არ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და ვართ გამართული, ანუ მშვიდად ვართ, რომ რაიმის არ გამოვიწვიოთ ასისთვის პრობლემა. ბოტოქსიც მოდით უფრო ცად ვისაუბროთ, ხდება ხოლმე სოციალში გოგონების ვიდეოები, როგორ უპროპორციო ხდება მათი სახე, როცა არასწორად ხდება ბოტოქსის გაკეთება, ცალი თვალი დახუჭულია, ცალი იმაზე მეტად გაღებული ვიდრე უნდა იყოს და ამას გარდა არა მხოლოდ შუბლზე, აი სხვადასხვა უბნებში იკეთებენ უკვე და მოდით აი რისკებზე გვესაუბროთ და პლუსებზეც გვესაუბრეთ, იმიტომ რომ თავისი წილი დადებითი თვისებებიც აქვს ამ პროცედურას. აქვს პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ წამყვანი პროცედურა არ კარგავს როგორც აღნიშნე პოპულარობას, იმიტომ რომ ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, განსაკუთრებით ზედა მესამედი, ანუ იგულისხმება თვალის ირგვლივ ნაოჭი, შუბლი და მრისხანების კონთი. ან სულ ხასიათზე ვერ ხარ განრისხები. მე არასდროს გავიკეთებ ნიკო, მე ხო მიხდება მრისხანება. ამ კუთხითაც გეტყვი ანა. ნახე, არსებობს ძლიერი ტოქსინები და არსებობს მსუბუქი ტოქსინები. ჩემს პორტფოლიოში მხოლოდ მოიპოვება მსუბუქი ტოქსინები. ანუ ცოტა კეთდება ის მიმიკა მაინც ესე იგი. რა თქმა უნდა, ანუ ეს გადაშეშებული სახეები, ეს ამის ტენდენციაც უკვე
აღარ არის უკვე ჩაიშალა. და რისკებთან დაკავშირებით მინდა გესაუბრო აუცილებლად უნდა გააკეთოს პროფესიონალმა. ვინც იცის კარგად კუნთოვანი ანატომია, ვინც იცის სახის ანატომია. ითვლება ყველაზე უსაფრთხო პროცედურად რეალურად, მაგრამ თუ არასწორად გაკეთდა, შეიძლება საშინელი შედეგები მივიღოთ, ან როგორც აღნიშნე, აი პტოზირება, ან დიფუზია მაგალითად და უამრავი არსებობს. ხო, აი სწორად უნდა გაკეთდეს. აი, საინტერესო არის, აი რეგულაციის ნაწილი თუ არსებობს დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება უბრალოდ ძალიან მარტივად გამოსდიოდეს ხელსაქმე, თუმცა თუ არსებობს მექანიზმის კონტროლი, რომელიც განსაზღვრავს პროფესიონალიზმს და ეს ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ ეს სერტიფიკატები თითქოს ხო რაღაც თამბეჭავი რაოდენობით არის გამოფენილი, სადაც არ უნდა შეხვიდე, რომელ სტომატოლოგთანაც არ უნდა შეხვიდე და რა უვა ამ სერტიფიკატების და ავტორიტეტულობა არავინ იცის. აი როგორ დავწმუნდეთ, რომ მივდივართ პროფესიონალთან ამას სინამდვილეში. კი ბატონო, ძალიან კაი შეკითხვა, მართლა მიხარია, რომ ეს შეკითხვა დამისვით. არსებობს საქართველოში ესეთი ორგანიზაცია გაია. საქართველოში არის ეს ორგანიზაცია, სადაც მე პირადად ვარ მათი სრულუფლებიანი წევრი და რას ნიშნავს? მე მაქვს უმაღლესი განათლება სამედიცინო და აი ამიტომ მომეცა შესაძლებლობა და გაიას ორგანიზაცია თვითონ გულისხმობს როგორც პაციენტის უფლებებს, ასევე კოსმეტოლოგის უფლებებს. იქ ხდება საუბარი, ყოველ კვირა კეთდება ვებინარები, რომლებსაც ვესწრებით ჩვენ ექიმები და იმისი ალბათობა, რომ ეს კონტროლირებადი არ არის სამწუხაროდ. დღესდღეობით არ არის ამასთან დაკავშირებით, თუმცა საუბრობენ ამაზეც, რომ უნდა დაწესდეს ამ კუთხით და ძალიან ხო, იმიტომ რომ თითქმის ყველა მეორე უკვე კოსმეტოლოგია ეს სამწუხარო რეალობა. აი, აქაც უკვე მომხმარებლის პასუხისმგებლობაზე გადის მისი მდგომარეობა, უნდა განსაზღვროს ვისთან მივიდეს მარტივად. ხო, თუმცა აი მომხმარებელი ამ გაიას როგორ გაიგებს, ეგეც ალბათ ისეთი არის, ცოტა აბსტრაქტული შეგრძნებაა, ხო? კი, ორი უკიდურესობა არსებობს, ხო, ორი უკიდურესობა არსებობს სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში. ერთი ის არის, რომ საერთოდ არ აინტერესებს რას იკეთებს და ვისთან იკეთებს, ეს ძალიან ცუდია. უნდა დავფიქრდეთ, რომ პირველ რიგში ვიყო ჯანმრთელები. ეს არის დამოკიდებული ფასზე, ხარისხზე. შეიძლება არსებობს საშუალო ფენა და მე პირადად ვამბობ იმას, რომ უხარისხო პრეპარატს ჯობია საერთოდ არ გაიკეთო და არსებობს ალტერნატიული კლასიკური კოსმეტოლოგია, რომელიც არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ აი ფინანსურად როგორი რადონითაცაა, ხო? ხელმისაწვდომია ხარისხიანი. ინეზა, იცი რა მინდა გითხოთ? მაგალითად, მოვიდა ქალბატონი ან მამაკაცი, ჩაიტარა გარკვეული პროცედურა და მოკლედ არ მოწონს საკუთარი თავი. ზოგადად მივიდათ რომელიმე სპეციალური დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში თქვათ თუ ქონიათ შემთხვევა, რომ შემდეგ თქვენთან მოსულან და თქვენ დაგჭირებიათ თქვათ გავს სიტუაციის გამოსწორება და ანუ ასე დრო საერთოდ რა უნდა ქნას ადამიანმა ჩაიხედა სარკეში, ნახა რომ ის შედეგი არა გაუვლის. მყოლია. ხო, არაერთი მყოლია. ხო, არასწორი манипуляციის მსხვერპლი. სხვათა შორის მოტანილიც მქონდა გადაცემაში, გასული წელი იყო თუ არ ვცდები. ძალიან ბევრი შემთხვევაა. ეს არის არაპროფესიონალურად შესრულებული პროცედურა და ასეთ დროს არსებობს უფალს მადლობა შესაბამისი ანტიდოტები, მაგალითად ჰიალურონიდაზა, რომელიც შლის შეყვანილ ჰიალურონს და ურღვევს ესთეტიურობას, ხო, ადამიანს. სრულიად გამოდევნის? სრულიად გამოდევნის. ნიდაზა, ხო? ჰიალურონიდაზა, რომელსაც ხმარობთ დასაშლელად. აი, არასწორი манипуляციის მსხვერპლ პაციენტებს. აი, манипуляციის ვინ არის ძირითადად შემთხვევაში манипуляტორი, ამ შემთხვევაში გულისხმობს სოციალურ ქსელს, რაღაცა საზოგადოების მხრიდან ნაკარნახევ რაღაც სტანდარტებს, თუ აი რა არის ძირითადად ეს манипуляცია? ყავთ ავტორიტეტი? აი ყველას უნდა დაუშვათ ადამიანს. სიმართლე გითხრათ, ვერ გიპასუხებთ ამაში. აი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს. და ინდივიდუალური ნებისმიერ შემთხვევაში. კი, ინდივიდუალურია ნებისმიერ შემთხვევაში. ბოლო პერიოდში ხშირად მიმართავენ ხოლმე ახალგაზრდები
პრევენციის მიზნით, აი დაბერების საწინააღმდეგო რაღაც კონკრეტულ ეს ვთქვათ პროცედურებს. ხო და ეს რამდენად გამართლებული არის დღეს? აი როგორ გამართლებულია. თუმცა მაღალ ხარისხზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. აი უამრავი პროცედურა არსებობს კოსმეტოლოგიაში, როგორც ჰიალურონის მჟავას დაფუძნებული, ასევე PRP თერაპიები, პლაზმოთერაპიები, ორგანიზმის აი საკუთარი რესურსისგან მიღებული ვენური სისხლისგან მზადდება, გეცოდინება ანა პლაზმოთრომბოციტებით, ხო, თრომბოციტებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც არაჩვეულებრივია. ასაკთან შეთანხმებული და მდგომარეობასთან შეთანხმებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენებას. აი პაციენტს რა აწუხებს, ხო? და შემდეგ უკვე იგეგმება, ვის შემთხვევაში რა პროცედურა არის მისასალმებელი. ეს აპარატული პროცედურებიც, ეგრეთ წოდებული, არ ვიცი ახლა რამდენი რეკლამა იქნება, აი მორფეუსს ეძახიან, ბოლო დროს ხდება ძალიან ხშირად და თითქოს ბევრ კლინიკას აქვს და როგორც ხდება მიკრონიდლინგს გავს, თითქოს ესე პატარა ნემსები შედის კანში. აქაც როგორ განსაზღვროთ ეს აპარატი ორიგინალია, ყალბია, ვის უნდა დავეყრდნოთ ამ შემთხვევაში თუ ისევ ბედს მივენდოთ და რაც იქნება. ხომ, იმიტომ რომ ვიცი რომ არსებობს ყალბი ვარიანტები. ამ შეკითხვაზე ერთი პასუხი მაქვს მხოლოდ. კეთილსინდისიერი უნდა იყოს თვითონ სპეციალისტი. ეგ როგორ უნდა გასაგებია? იმიტომ ამაზე ხო, ანუ მეც ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ მე ვიცი რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ. მე ვარ მხოლოდ ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი. აი სხვა სალონში რა ხდება და როგორი აპარატი აქვს ამას ფიზიკურად რა განსაზღვრავს ამ სამდეობას? ფასი, მომხმარებლების რაოდენობა, სერტიფიკატი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება საერთოდ ჩანდეს კიდევაც, იმიტომ რომ ვიღაცა ვერ იქნება. თვითონ უნდა იზრუნოს დამფუძნებელმა, აი ვინც აკეთებს ამ ყველაფერს, თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყოს ხო გამართული, იმიტომ რომ მომხმარებლებს უნდა შესთავაზო ხარისხიანი უსაფრთხო პირველ რიგში, რაც არ დააზიანებს მათ ჯანმრთელობას. ესთეტიკა და სილამაზე საერთოდ უნდა გადაჩოჩდეს მეორე ხარი, იმიტომ რომ პირველ რიგში ჯანმრთელობა. მიკრონილდინგი აუცილებლად არის ერთ-ერთი წამყვანი და მსოფლიო საუბრობს ამაზე, ანა. იმიტომ რომ ეს არის მინი ინვაზიური პროცედურა. ნახეთ, არიან კატეგორია პაციენტების, ვისაც ეშინია ამ ინიექციების და ტკივილს ვერ იტანენ. ეს არის არაჩვეულებრივი შეთავაზება მათთვისაც და რეგენერაციული პროცედურაა და ძალიან გამართული და კარგი პროცედურაა. რას გულისხმობს რეგენერაცია? რეგენერაციას ნიშნავს აღდგენას. მათ შორის ჩემთვის მე იმდენად ფობია მაქვს ნემსის, რომ ნემსუკებია ასე. მნიშვნელობა რა აქვს. 7 ხალი მიკეთებს მიჭერს ხოლმე ხელს. ნებისმიერ რაღაცა. ნებისმიერ მანიპულაციად. გიობოდში, რიც რა მინდა ვკითხო ინეზას, ბოტოქსი გასაგებია რომ სახეზე მიმიკას აჩერებს და იყენებენ კონკრეტულ ესთეტიკური მიმართულებით და ამას გარდა ძალიან კარგია პოლიჰიდროზის დროს, სწორად ვამბობ ტერმინს, მით უმეტეს ზაფხული მოდის და ჭარბოფრიანობა ყველას პრობლემა ნებისმიერი სქესის და ასაკის წარმომადგენელი ადამიანისთვის, რამდენად უწევთ რეკომენდაციას და რამდენ ხანს გასტანს შედეგი ესეც აი შედეგთან დაკავშირებით ძალიან კარგი კითხვა, ანა, მადლობა. ინდივიდუალურია ყველას შემთხვევაში. ერთი და იგივე პროცედურა 5 ადამიანს რომ გაუკეთო ერთდროულად შეიძლება სხვადასხვანაირი შედეგი დაიდოს და ხანგრძლივობა შესაბამისად იყოს ინდივიდუალური და აუცილებლად უნდა აღნიშნო არა მარტო ჰიპერჰიდროზის დროს გამოიყენება ბოტულინოთერაპია, ასევე გამოიყენება მიგრეინის დროს. შაკიკის დროს. ერთადერთი გამოსავალი შაკიკის მერიტკივილები, ვისაც მე გუშინ მყავდა პაციენტი, ტირილით მოვიდა. თავის ტკივილები. კი და ერთადერთი გამოსავალი. რა პერიოდულობით ხდება? და რომელ უბანზე კეთდება ასე დროს? არსებობს სპეციალური წერტილები, უნდა მოხდეს განსაზღვრა, აი პაციენტმა უნდა თქვას, ზუსტად დაასახლოს, საიდან მოდის ტკივილი. თუ მაგალითად საფეთქლის არეალშია, კლასიკური დატვირთვა სავსებით საკმარისია, თუმცა თუ კეფის ნაწილიდან მოდის, დამატებით წერტილები არსებობს, აი როგორი ხო, საიდან იწყება ეგ? ვაიმე საშინელი ტკივილა ტირო და გუშინ ჩემ პაციენტი 7 თვე ყოფნის. 7 თვე. 7 თვე ყოფნის. კი ბატონო, ზუსტად 7 თვე გავიდა, რაც გაუკეთე წინა პროცედურა და ეხლა მომაკითხა, რომ ანუ ჩაწერის გარეშე მივიღე, იმიტომ რომ საშინელ დღეში ეს თქვა თამთობისთვის აზიანო არა, ხო? არ არის, არავითარ შემთხვევაში.
აი დავუშვათ იგივე პოლიჰიდროზის დროს თუ კი ხშირი ინტენსივობით იკეთებს ადამიანი ბოტულინოთერაპიას ეს არის ზუსტად თერაპია. საბოლოო ჯამში შეიძლება რომ ის ჯირკვალი რაღაც მომენტში შეამციროს ჯირკვალმა გამოყოფა ოფლის უკვე შემკან კუნალობაც არის ეს ერთგვარი თუ მაინც დროებითი ეფექტი არის დროებითი ეფექტი არის, მაგრამ ითვლება სამკურნალო თერაპიად. ანუ ჯირკვალს მაინც აკავებს ალბათ საბოლოო ჯამში საინტერესო აი ბოლოს ეგეთი კითხვა გამიჩნდა თქვენთვის აი ზოგადად ნაუჭს რა ეფექტი აქვს აი რას ნიშნავს თქვენთვის ნაუჭი სილამაზეს. აი მადლობა ძალიან უმეტესი მადლობა მადლობა ჩვენთან თქვენ, რომ იყავთ რომ მომწვით. კოსმეტოლოგი ინეზა დიასამიძეს მასპინძლობდით მადლობა მადლობა წარმატებით და ჩვენს გადაცემაში გემრიელი ნანატრი რუბრიკაც დადგა რა თქმა უნდა დადგა რა სიტყვა ვეთქე დრო მოვიდა დრო დადგა მოგესალმებით ლინდა გემრიელი დრო არის კი ბატონო მოგესალმებით. ლინდა მოგვენატრე სხვათა შორის ან დიდი ხანი ეკრანზე არ გვინახავს. მოკლედ დღეს პარასკევია და რუბრიკა აჯაფსანდალი გემრიელი რუბრიკა ეთერშია და დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ელენე კაკაბაძე ჩვენი მაყურებელი ელენეს ძალიან კარგად იცნობს. მოგესალმებით ყველას. გვითხარი აბა რა ვაკეთებთ აი ამ ინგრედიენტებს. ესე იგი დღეს ჩემო მეგობრებო მოგიმზადეთ ორი ძალიან საინტერესო პოზიცია. ერთი იქნება გამომწვარი გოგრის სალათი მუხუდოსთან ერთად მარცვლოვანი მდოგვის და თაფლის соусით, რომელიც გაჯერებულია ბევრი ცილით და არის სამარხო და მეორე ეს იქნება გამომწვარი ნეკნი აჯიკაში რომელიც წვება 3 საათის განმავლობაში და მერე იშლება ხორცი და არის უგემრიელი. და უკვე ბოლოს, ჩართვის ბოლოს ჩვენ ვნახავთ როგორ იშლება ეს. დიახ, აუცილებლად აი აქ გველოდება. მოსვენებულია ხორცი, ასე რომ ვთქვათ. კარგი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომენტი, რომ ვითვალისწინებთ იმას, რომ ახლა არის მარხვის პერიოდი და ჩვენს მაყურებელს, ვინც იცავს მარხვას, შევთავაზებთ ერთ-ერთ სამარხო სამყაროს, რომელიც არის ჯანსაღს თავარია და ვიტამინებით დავიწყოთ მაშინ მომზადება ელენე. დავიწყოთ, ესე იგი ვიწყებთ მუხუდოთი. არის ძალიან მარტივი. თავარია მუხუდო წინასწარ ჩავალბოთ და კი ბატონო, მოვხარშოთ. დანარჩენი არის რამდენი წუთის განმავლობაში უნდა მუხუდო, ესე იგი მუხუდო უნდა ჩავალბოთ წინა საღამოს, ცოტაოდენ სოდასთან ერთად, რომ უფრო რბილი და სწრაფადაც მოიხარშოს და მეორე დღეს გააჩნია, ნუ 20-დან 30 წუთამდე ჭირდება მუხუდოს მოხარშვა, ქინძი წვანილი, რომელიც ძალიან უხდება. მე საპასუხისმგებლო საქმე მაქვს. თქვენ გაბარიათ соуსის მოსხმა. უნდა დავაგვირგვინოთ და გავიწყდეთ რომ ესე ანჯღრიოს. არ დავავიწყდება ჩემო ელენე. ბროწეული, ცოტა ფერფთალი ბროწეული გამოვიდა, მაგრამ არა უშავს თავის ფუნქციას შეასრულებს. თავარია იყოს გემრიელი. უნდა მოვურიოთ. ვიზუალურადაც ძალიან კარგად გამოიყურება, მინდა ვთქვა ერთი შეხედვით და გემოებიც ალბათ ძალიან მე ვფიქრობ, რომ კი ჩვენს რაციონში, კვების რაციონში, წეგან ვსაუბრობდით და მეთანხმებით, უნდა ჩავრთოთ ესეთი ჯანსაღი, სურნელი უკვე წამოვიდა. ხო, სალათები, რომლებიც არის ესეთი ფრეში და ცილებით და ბოჭკოებით გამდიდრებული. ესეც ჩვენი გოგრა. გოგრას ვაცხობთ ღუმელში, ესეც დაახლოებით 15-20 წუთი. ვაყრით ცოტა ორეგანოს და დაღერღილს, რომ რაღაცა გემო მქონდეს მისი. და შეხედე რა ლამაზია. კი, ფერადია ძალიან. სურნელი უკვე გაიფრქვა ამ სივრცეში. აბა, ეხა შენი გამოსვლა, ლინდა. აჰა, всё, უნდა დავაგვირგვინოთ უკვე თან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ რუბრიკაში ვუზიარებთ ჩვენს მაყურებელს რეცეპტებს, რომელიც არის მარტივად მოსამზადებელი. დიახ, რა თქმა უნდა. შესვენების დროს სამსახურიდან გამოქცეულებს უცებ цота დრო რო გვაქვს, შეგვიძლია მაცივარში. თავისუფლად ესე დავაყენოთ ის და უცებ ავაწყოთ ასეთი გემრიელი ვიტამინი და შეიძლება მგონი რომ
კონტეინერში მოვათავსებ და კი, სამსახურში თან გავიყოლოთ. კი, ნამდვილად ძლებს არის ძალიან გამძლე სალათი, ასე რომ ვთქვათ. კაი, თავარი ნაწილი არის ეს ელენეს ახლა დიდად რა გააკეთა, არაფერი აურია ერთმანეთში თორე. თავარი ლინდაზეა. ყველაზე მთავარი იმედია. ნელა. ყოჩა. всё, საკმარისია. ეს რა соуსი მოვასწრეთ? ეს არის მარცვლოვანი მდოგვი, თაფლი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. დიახ. არის გადასარევი და დავაგვირგვინე, დიახ. ელენე, რომ არა მარტო მაშინ, როცა მარხვა სხვა პერიოდში ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ყოველდღიურობის ნაწილი გახდება ეს და კიდევ ბევრი სალათი რომელიც ჩვენ ეხლა არასამარხო პერიოდში ჩვენ ამას შეგვიძლია დავუმატოთ კუბებად დაჭრილი მოხარშული ქათმის ფილე და 1000 გვარი მაგალითად ხორცით შეგვიძლია დავამატოთ და იქნება უგემრიელი. ან შეგვიძლია ესე მოვამზადოთ და უკვე ხორცი გარნირის სახით ესეც გამოვაცხოთ და ისე სერვირების დროს ძალიან ესა. ნუ ზოგადად სალათის მიმართულებით, რაც უფრო ჯანსაღი და ფრეში იქნება, მით უკეთესი ჩვენი მე მაგალითად არ ვარ ის ადამიანი, ვისაც უყვარს ხორცი. დიახ. და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნუ მივირთმევ საქონლის ან ქათმის ხორცს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორცს თან ახლდეს აუცილებლად ეს რაღაცა გარნირი, ისეთი რომელიც ცოცხალ გემოებს მაგრძნობინებს. აჰა, კი ბატონო. და ეს არის იდეალური რა. ჩვენ მეორე ხელთათმანები გვაქვს შენთვის. მადლობა, ფიეხის ხორცისთვის არის საჭირო. გამომიგზავნის სიმულთან. აბა კიდე შენი გამოსვლა ლინდა. კიდე უნდა მოვასხა ეს. კარგი ხარ. პროფესიონალი გავხდი უკვე. ამას გაგატანდა ეთერში გაუმასპინძლდი ჩემს საყვარელ წამყვანებს. ოხ. რა შემოთავაზება? აჰა. всё. მაშინ მე აღარ დავაგემოვნება. კარგი, მოდი ესეც გადავიტანოთ, აი გვერდით, მთავარი ინგრედიენტი, ასე რომ ვთქვათ. ბოდიში ძვირფასო. ახლა გადავედით. ეს ხელთათმანები ინებე, ჩემო კარგო. მადლობა დიდი. და ვაგრძელებთ, გადავდივართ მთავარ ეტაპს. გადავდივართ მთავარ ეტაპს. ახლა 3 საათი უნდა. ხო, ესე იგი, ეს არის წინასწარ დამარინადებული, გუშინ დამარინადებული და დავაკუმებული საქონლის ნეკნი, რომელიც აჯიკაში არის, ცოტა ქართულ გემოებზე გავაკეთე. და წვება 150 გრადუსზე 3 საათის განმავლობაში. ღორის. ეს არის ღორის ნეკნი. ღორის ნეკნი. კი ბატონო. და მთავარი ის მომენტი, რაც ახლა უნდა განხორციელდეს, ეს არის თავარი შოუ ეხა იწყება. შოუ. ვნახოთ, აბა, ვნახოთ, ველოდებით. თავარი ინგრედიენტი მოგვაქვს. უფ, რა კარგად გამოიყურება. ძალიან. ესენი უნდა გამოვიტანოთ, რომ მაყურებელმა კარგად დაინახოს. ნახე. მოდი, აი მაყურებელს ვაჩვენოთ. აი ამ სილამაზე. იმედია, რომ ხედავს და მე მინდა თუ ესმით წამყვანებს ჩემი ხმა. აი ჯერ თან ხო, აი კი, დაიწყე ელენე. უფ. ესე გამოწვა. გონი სიტყვები აქ ზედმეტია და ისეთი სურნელი წამოვიდა თან, რომ ნამდვილად რთულია გაუძლოთ სუნებას. ჩემიაზე ნახეთ, აი. ესე იშლება ეს ამბავი. მინდა რომ მივიდეს სურნელი წამყვანებთან, მინდა რომ მივიდეს მაყურებელთან ეს სურნელი, რომ დღესვე მოამზადონ ეს კერძი და გაგვიზიარონ. ესეც ეს. მე შემიძლია გავსინჯო. დააგემოვნე ელენე, დააგემოვნე. შეგერგოს ელენე. წამყვანების ემოციები მაინტერესებს. ემოციებს შეიძლება
ვერ დაინახო, თუმცა მინდა გითხრა, რომ ძალიან მოგვენატრე ეთერში. შეგვიძლია მივაყაროს. და გარდა იმისა, რომ მოგვენატრე, ტოქსიკური ურთიერთობა გაქვს ამ შეფ მზარეულთან, გიორგი მოგვენატრა კიდე ძალიან, რომელიც ჩემი ფაქტიურად თანაწამყვანი არის და მადლობა დღევანდელი ფანტასტიკური კერძისთვის, რომელსაც ანი აუცილებლად გაიმეორებს სახში. ხო, თუმცა დღევანდელ ჩვენს შეფს მადლობა გადაუხადოთ. მადლობა ძალიან დიდი, ტოქსიკურობაზე ბუნებრივია ხუმრობს ნიკო და ძალიან დიდი ვერი მადლობა. აუხსნით რატომაც ძალიან სტიმხიარული მომენტი იყო მე არ მესმის. დიდი მადლობა რესპონდენტს. სწორედ ეს არის მთავარი ნიშა ამ რუბრიკის მარტივად და გემრიელად, ხომ როგორც მემშვიდობებით ლინდას და მადლობა ლინდა. ველოდებით ჩვენთან გემრიელი კერძით, რომელიც მოგვიზარდა ღია ეთერში. ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მარტის პირველი კვირა ქალბატონებს დაუთმეთ. დღეს თავდება პარასკევია, კვირის ბოლო დღე და კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ. ჩვენ არ გვეზრდება ქალბატონებზე საუბარი, რა თქმა უნდა. როგორია ჩვენი პოეტი ქალბატონების, მწერალი ქალბატონების ყოველდღიური ყოფა. ესეთი ორგანიზაცია არსებობს, მე არ ვიცოდი, ღიმილის ქალბატონები, რომლის წევრებიც დღეს ჩვენთან მოვიდნენ სასაუბროდ, ესენი გახლავთ თალიკო გაბეჩავა და მედია ბიბილეიშვილი. მოვიწვევთ ჩვენს ქალბატონებს სტუდიაში. მოგწანდეთ, შეგიძლიათ შემოგწანდეთ, დაბრძანდეთ კომფორტულად. პოეტი და მწერალი ქალბატონები, დიდი მადლობა. ჩვენთან მოვიდნენ თავიანთი კრებულით, პოეზიით, რომელსაც გაგვაცნობენ ახლა ღია ეთერში. ბატონო, რა ბრძანეთ? მე თვითონ პოეტი არა ვარ, მე უბრალოდ ღიმილის ქალბატონების წევრი ხართ ორგანიზაციის? დიახ, კი ბატონო. კარგად ჟღერს თქვენი ორგანიზაციის სახელწოდება ღიმილის ქალბატონები. მოდით ამაზე ვისაუბროთ და ზოგადად ღიმილის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. შემთხვევითი არ არის ბუნებრივი ეს სახელწოდება, თავისი იდეა იქნება შინაარსიანი დარწმუნებულები ვართ. ქალბატონ თალიკო, თქვენგან დავიწყოთ. დიახ, ესე იგი, ჩვენი ღიმილის ქალბატონების ჩამოყალიბების ნიშანსვეტი იყო ყოველდღიური შეხვედრები, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის დახმარება, ურთიერთგაზიარება ჩვენი გასაჭირის თუ ხინის თუ იმის და ამიტომ დავმეგობდით თავიდან. მერე ჩვენ სპორტმა გაგვაერთიანა უფრო. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერან სპორტსმენთა პრეზიდენტია ბატონი შალვა ტაბაღვა. რომელ სპორტს გულისხმობთ? ყველანაირი. აი, მაგალითად, ჭადრაკი, შაში, ნარდი, დომინო. სპორტსმენები ბრძანდებით? არა, სპორტსმენები ეს არის სპორტის სახეობები. ამას შედის კიდევ ჩოგბურთი, ფრენბურთი, ტენისი და ყველანაირი სპორტით ვარ დაკავებული. თქვენ რომ მუსიკა ყველაზე წარმატებული? მე მაგალითად ყველაფერში თავიდან სამჯერ ვიყავი წლის პირველი, ხო და მე ხანში შევედი უკვე ხანში ვარ შესული და ეხლა იმდენად ვერ ვიმარჯვებ, მაგრამ წერა დავიწყე და წერ წიგნებს. იცით რა უნდა მაინტერესა? თქვენ წიგნზე გითხარით მაშინ. ხო, მე ვარ 7 წიგნის ავტორი. ვარ წერლობის ამაგდარის წოდება მაქვს მინიჭებული, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ვარ. ვარ ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის და ქალდიას. რაზე წერთ, რა საინტერესო არის? რაზე ამახვილებთ ყურადღებას? მე ვამახვილებ სამეგობროზე და იმ ადამიანებზე, რომელიც ეს არის პროზა, პოეზია. ეს არის ლირიკა უფრო დავარქმევდი, იმიტომ რომ მე ვისაც გავიცნობ ადამიანს მაგაზე შტაბეჭდილებას მოახდენ ჩემზე და ამას წერ ლექსად გადმოვცემ. ჩემ სამეგობროზე ყველაზე ღიმილის ქალბატონებზე მაქვს წიგნი დაწერილი, ყველა სათითაოდ მიუძღვენი ლექსი და ასევე პროზაულად კიდევ გავაშუქე მათი მონაცემები. სანამ წაიკითხავთ და გადავალთ კონკრეტულად თქვენს პოეზიაზე, მინდა ქალბატონ მედიას ვკითხო. აი ღიმილის ორგანიზაციამ, ღიმილის ქალბატონებმა მომნუსხა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო მედია, გვაკლია დღეს ღიმილის საზოგადოებაში? ძალიან გვაკლია. ისეთი დაძაბული დროა, რომ ტელევიზია გინდა თუ Facebook-ში შეხვალ თუ რაღაცა, სულ ომი, სულ რაღაცა ესეთი და ამიტომ ჩვენთვის ეს
ეხლა ჩვენ ვართ ყველა 65 წელს ზემოთ ქალბატონები და ვეტერანები ვართ. მე მაგალითად პედაგოგი ვიყავი ფიზიკა მათემატიკის და ეხლა უკვე ვარ პედაგოგის საქმიანობას აღარ ვეწევი. ეს ჩემთვის იყოს მეორე ცხოვრების დასაწყისი. აი ჩემი მეგობრები, თავიდან ვიყავით 2-3 მეგობარი, მე ერთმანეთს მეგობრები ერთად შემოვშევდით. რამდენი ხმილის ქალბატონი ხართ ეხლა გაწევრიანებული? ჯამში რამდენი ხართ ხმილის ქალბატონი? აი ძირითადი აქტიური ბირთვი ვართ 30 ქალბატონი. დანარჩენი მე კიდე რომლებიც ახლა გამოჩნდებიან კიდე და ეს ზოგს არ ცალია, ზოგი მუშაობს. ჩვენი გადაცემის მერე გამოჩნდებიან დარწმუნებული. და ეხლა ჩვენ რო მოვდივართ ერთმანეთს რო ხვდებით, ხო? ყველას ახლა ხანში შესულები ვინც ვართ ახლა ხანდაზმულები, შვილები კი ვყავს, მაგრამ ისინი მუშაობენ, მათი შვილები ყავთ. ამიტომ ჩვენთვის ისე ძალიან და მარტოობის შეგრძნება რო არ იყოს სახლშიც არ გინდა გაჩერება, ხო? რა სწორია, ძალიან სწორი მიგნება. ამიტომ ეს რასაც ჩვენ ახლა ერთმანეთ დილდილობით რო გამოვდივართ, ხანდახან ძალიან ცოტა არ მიყვარს ადრე ადგომა, მაგრამ რო ვიცი რომ ესენი მელოდებიან და რო ვიცი რომ ჩვენ ერთმანეთს ყველა გვიყვარს და ერთმანეთს რა ვიცი ხალისით ხვდებით და სულ სხვანაირი ცხოვრება გახდა ამის შემდეგ. აი თქვენ ახსენეთ გამოწვევები, მათ შორის სოციალური ქსელი ტელევიზია, მათ შორის ომი და ის გამოწვევები, რომელიც დღეს ყოველდღიურად დგას. თქვენ ამბობთ, რომ ამ ყველაფერს ღიმილით უყურებთ, ან როგორ შეიძლება ღიმილით შეიძლება შეხედა ომს ან ნებისმიერ იმ გამოწვევას? აი რა არის ამ მოკლედ ეს ვთქვათ სპეციფიკა თქვენი გაერთიანების, რომელიც ფაქტიურად ცხოვრების ხალის მატებს არა მარტო თქვენ და თვითონ თქვენ ამ ჯგუფის წევრს, არამედ სხვა ადამიანებსაც შეიძლება გადამდები აი თქვენ მე ვერ გამიგე მე რო ვამბობ რომ ესე იგი გარე ცხოვრებაში ძალიან ცოტა ღიმილისთვის განწყობა, იმიტომ რომ ესეთი ცუდი რაღაცები გესმით და ჩვენ რო ერთმანეთთან მივდივართ, ხო, ამით რაღაცნაირად, ხო, თითქოს გამიტვირთვებით და აი ქალბატონ მედია ძალიან ემოციური რამ თქვით, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ცრემლებამდე რომ აი შვილები იზრდებიან, შემდგომ დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს, თავიანთი რუტინა, თავიანთი გამოწვევები და მშობლებისთვის ვეღარ იცლიან. ეს არის ძალიან მტკივნეული, ასე მგონია. და ყველა ცხოვრებაში მე ზუსტად მაგაზე დავფიქრდი, რომ ერთ დღეს მეც იმავეს ვიტყვი ალბათ, ხო? აი მოგვიყევით აი სწორედ ამაზე, როცა დედა აცნობიერებს, რომ გაზარდა, ის უკვე წავიდა თავისი დამოუკიდებელი ყოფით და თქვენ მიეჩვიეთ ამ მოცემულ, მიიღეთ ეს მოცემულობა, რომ ხო, აი მოგვიყევით. პლანის გადაჭრა. ეხლა რო გითხრა რომ ყურადღება მაკლია შვილებისგან მეთქი ვერ გეტყვით. მაგრამ მე ხვდები რომ იმათ იმდენი თავისი ისა აქვთ ცხოვრება უკვე თავისი პრობლემები აქვს, სამსახურებია იქ და ყოველთვის ვცდილობ რომ დიდად ხანდახან დაურეკავ და ქცალია დედი ვეტყვი რომ დაგელაპარაკო, იმიტომ რომ ვიცი რომ სამსახურშია და ამიტომ ხო და არ გვაკლია აგერ ახლოს ცხოვრობენ, შემილია ყველაფერი მივიდე, მაგრამ მაინც მე ვითვალისწინებ იმას, რომ უკვე სხვა თაობები ვართ და მისჩევნია ჩემს თანამოაზრეებთან, ასაკოვან ხალხთან. იგივე სიტუაციაში მყოფ ადამიანებთან, რაც თავარია და იკრიბება. აი ქალბატონ თალიკო, საინტერესო არის, მე უბრალოდ არ დამასრულებელი ეს ბოლოს, მაგრამ ამის კითხვა მინდოდა ბოლოს, ამ რთულ პერიოდში, როდესაც თქვენ ომზე და ასე შემდეგ საუბრობთ, რა არის თქვენი ღიმილის მთავარი მიზეზი? ჩემი თალიკო მედია ვარ მე. მე გითხარით რომ გარე სამყაროში ძალიან დაძაბულია და ამიტომ ხანდახან ვარიდებ თავს კიდევაც არც ტელევიზიებს უყურებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან ნეგატიური ინფორმაცია ხო, აი იმდენად გულთან მიმაქვს ყველაფერი, რომ ვიცი რომ ეს ჩემთვის ძალიან ცუდია და შეიძლება დავუყვე კიდევაც ხანდახან რომ დავინახავ რომ ამ ბავშვებს ან და რაღაცა ასეთი ამ ბომბავენ. ამიტომ ხანდახან ძალიან ვცდილობ განვერიდო მაგ იმას. რა ვიცი, ჩემი თვითგაზარჩენის ისა ალბათ ეს. გადარჩენის ადგილი არის მიზიდულობის. და ეს არის ბულვარში ჩვენი ნონას კლუბი რო არის, ხო იცით? აი ნონას კლუბში ჩვენ ვიკრიბებით იქ კიდე, იქ მერე შეჯიბრებებია, ერთმანეთს დილას ყავას ბულვარის ადმინისტრაციას დიდი მადლობა მინდა უთხრა, იმიტომ რომ ხო, ყავა უფასოდ იქ ჩვენი კლუბი გვაქვს, მივდივართ ნარდი, დომინო ყველაფერი და ვიკრიბებით იქაც. ხან თუ ზაფხულში დილას გავდივართ ზღვაზე, გავისეირნებ და მე ყოველთვის კლუბში ვიკრიბებით და იქ არის ჩვენი შეხვედრის ადგილი მეორე, სადაც აი განტვირთვას ვაკეთებთ სპორტული თამაშებით. რა ვიცი, ყველაფერს მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ღიმილის
კლუბი უნდა იყოს საქართველოში და ბათუმში ყველა უბანს უნდა კონდეს ღიმილის კლუბი, სადაც ღიმილის ხალბატონებთან ერთად ღიმილის მამაკაცების გაწევრიანდებიან. მოდით მიუბრუნდეთ ქალბატონ თალიკოს. მე ვიცი რომ თქვენ კრებული გაქვთ ჩვენთვის წამოღებული, რომ გაგვიზიაროთ თქვენი პოეზია, ხო? მოდით ლექს ავიკითხავ. მაგნოლიებს, ბათუმი მაგნოლიები ჩვენ. გალამაზია, მოგისმენთ ყურადღებით. და წამოვიღე ამიტომ. იმიტომ რომ რასაც დავწერე ხა, მეორე უცებ ისე არ მახსენდება. ბათუმი მაგნოლიები ჩვენ. ბათუმი მაგნოლიები ჩვენ თალიკო გაბეჩავასგან. დილით ბულვარს მოვედებით უბნის მეგობრები, ბესალმებით მოვიკითხავთ ერთმანეთით ვტკბებით, აქ ფერების სიმდიდრე ამწვანე ჭარბობს უფრო, ღია მწვანე, მუქი მწვანე ხასიათით ქუფრობს. გვიყვარს მწვანე ხეივანი, ნარგავებით სავსე, აქ სეირნობთ დაქალები, მოსვლას ვერვინ გვასწრებს, უსმენთ შრიალს ხეებისას, გულს ამშვიდებს სულსაც, ბოშრიალე მაგნოლია გადაგაქცევს სულ სხვად. ის ჩურჩულით ლაპარაკობს, ის არასდროს არ დუმს, მაგნოლია იერსახით ხატავს ღაბრულ ბათუმს. მე არ დავკრებ შენს ყვავილებს და არ შევკრავ თაიგულებს, მაგნოლია შენ ბათუმის სიმბოლოდაც დაგიგულებ. ბრავო, ბრავო. ძალიან სახასიათო ლექსი. რა დაიწყეთ ქალბატონ თალიკო წერა პოეზიის? ეხლა როგორ დავიწყე და მე ვარ სოხუმიდან დევნილი. ძალიან ბევრი გადავიტანე გაჭირვება, დაკარგვა ახლობლების, სოხუმის დაკარგვა, საყარის დაკარგვა და აქ რო გადმოვედი, მამიდაშვილმა ჩამომიყვანა აქ, ისიც დევნილი იყო. და გავიცანი, მეზობელის უთხარი ვიგულავთ სანაპიროზე, უკვე 17 წელია აქ ცხოვრობ. ხო და ისე მომეწონა ეს ბათუმი, ჯერ ერთი და ხალხი, ასეთი სითბო მაგზნობინებს, რომ და გადავწყვიტე აქ დავრჩენილიყავი, ისე თბილისში მქონდა ბინა და აქ დავრჩი საცხოვრებლად. აფხაზეთზე გაქვთ ლექსი? სოხუმთან ასოციაციების გამო ალბათ. წაგვიკითხეთ. აფხაზეთზე კიდე ბევრი მაქვს დაწერილი ახლა. წაგვიკითხეთ აუცილებლად სოხუმზე თუ გაქვთ ლექსი გაგრაზე. აი სალამ ლექს ნახავდით, საინტერესო არის თქვენი მოსაზრება. გაქვთ იმედი დაბრუნების? არა, იმიტომ რომ მე როცა იქ სოხუმში ცხოვრობდი და ჩემი შვილები სწავლობდნენ მოსკოვში და მიუფრინავდი მოსკოვში. აეროპორტის თვითმფრინავში დამემგზავრნა იქაური პროკურორი ქალი და კიდე რექტორი ადამიანი და აფხაზები, ხო და ისეთი დაშვება განახორციელა დაუგეგმავი თვითმფრინავმა და რო დავეშვით ავარიული დაშვება განახორციელა და რესტორანში შემიპატიჟეს და დაიწყეს იქ ლაპარაკი. მოსკოვში მიდიოდნენ დახმარების სათხოვნელად, რომ თუ მოსკოვი არ დაეხმარებოდა, თურქეთს მიმართავდნენ. აფხაზები, სეპარატისტი აფხაზები. ესეთი კაცმოყარებზე და ნამდვილ აფხაზებზე არ მაქვს ლაპარაკი. ეს სეპარატისტებმა ჩაიდინა ყველაფერი. ხო და მე გაუგნებული უსმენდი მათ ლაპარაკს, რომ ვიჯექი მათთან ერთად და უსმენდი რამ უნდა მეთქვა, არაფერი მეც არ მომერიდნენ საერთოდ, ისე დაიწყეს ლაპარაკი. და ჩავფრინდი მოსკოვში. მე იქ ამის მერე დაიწყო რომ ააფეთქეს ქართული პირველი სკოლა სოხუმის. მერე იყო რაღაც არჩევნები იყო მერე მომდევნო და ის შკრიბაი მოვიდა ჩემთან სახლში და მთხოვა. ქართველები გამეფრთხილებია რომ მისთვის დაგვეჭირა მხარე, რომ ის ჩვენ მხარეზე იყო. მე გადავორეკე სამეზობლოს ყველას, მაგრამ ისინი იყვნენ მიჩეული ძირძველი ქართველები, მაცხოვრებლები, რომ ყურადღება არ მიაქციეს ამ არჩევნებს და უმრავლესობით მოვიდა პარლამენტში აფხაზები. აფხაზების მიღებული კანონი უმცირესობით მოსულ ქართველებს არ მოეწონა და დაიწყო შუღლი. ამას მოყვა შუღლი და გადაიზარდა ომში. გაქვთ რაიმე შემხებლობა თქვენს იმ ფესვთან, რაღაცა ძირძველ სახლთან, სადაც დაიბადეთ, სადაც გაიზარდეთ. გაქვთ რაიმე კავშირი ან თუნდაც რაღაცა მონაცემი? აი ეს იმედის ნაწილი რატომ არ გაქვთ? რა საინტერესო არის? იმედი დაკარგული მაქვს, იმიტომ რომ როცა მე ვეძებ მათ, აი ჩემი სამეგობროს და არ მიკავშირდებიან, ეშინიათ.
არის ბევრი ეს დროებითია. კავშირი არ გაქვთ მოკლედ. ესე იგი კავშირი არ ამაქვს. თალო მე მჯერავს რომ დაბრუნდება. მოდით ახლა ეს ჩვენი იმედი ამოვიკითხოთ თქვენს პოეზიაში. წაგვიკითხეთ ლექსი სოხუმზიან აფხაზეთზე. კარგი, ეს ერთს აღიკითხებ და სხვები ბევრი მაქვს დაწერილი. რა ქვია? სოხუმო. ოცნება სისვრად ქცეულო, ოცნება ცამდე ასული, დღეს რასთან გავაიგივო, შენი ტალღების ჩურჩული, შენი ნიავის უნთქვა დილისა, ოცნება დამაქვს გულში თილისმად, სულ შემიზიხარ გეალერსები, დაგიბრუნდები, მევდე პირობას, სხვა სიყვარული გაადნობს ყინულს, დაძრულა, მაგრამ ვერ გალღობილა, ლივ-ლივი უკვე დაიწყეს მზეს შეფრქვეულმა ტალღებმა, იმედს ვიტოვებ, ღმერთი მოგხედავს, ჩვენ აღვიდგეთ ურთიერთ ნდობას, როგორც ცხოვრობდით ოდითგანვე, ისევე ძმურად ვიცხოვრებთ ერთად, სოხუმზე ფიქრში მე მიტენდება, როგორც ძალიან მე მენატრება, ის დღე ნანატრი როდის დადგება, მერთო სოხუმში გამიტენდება. ბრავო, რა გენატრებათ ყველაზე მეტად სოხუმში, ქალბატონო თამიკო? მენატრება ჩემი სახლი, ყველაფერი ჩემი შვილის ნაფეხურები კიბეებზე და მენატრება ყველაფერი მენატრება. აი რო დილით გავდიოდით სასეირნოდ და ყველა ნაცნობი გვხვდებოდა, ყველა ერთმანეთს ესალმებოდით, სიყვარული ჰქონდა ძალიან. არავინ არ ეტყოდა 33 ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა სოხუმში და ყველა ერთმანეთს ისევ ესიყვარულებოდით, როგორც აი ქართველები ერთმანეთს ესიყვარულებით, თუ ესიყვარულებით. ქონდათ საყვარელი ადგილები სოხუმში? კი, სანაპიროს ახლოს ცხოვრობდი მე. აი ბოლო კვარტალში ბერია იყო ჩემი სამეზობლოს, ბერია ლავრენტი, ბერია სახლი იყო და იქ 4 მოსახლე ცხოვრობდა. რუსი, ქართველი, სომეხი. იმათ და ქონდა დაკავებული ეს ერთი სახლი და ძალიან კარგად თბილად ცხოვრობდნენ ერთმანეთთან. აი რას ეტყოდით დღეს ჩვენი ეთერიდან, ჩვენი მაუწყებლობა ვრცელდება ყველგან ჩვენს აფხაზმებს საინტერესოა. აფხაზმებს იმას ვეტყოდი რომ თუ აფხაზიან ქართველი დაეცემა, ვინ უფრო შეაშველებს ხელს? ეხლა ბურძგლავს და თვალზე წრემლი მადგება. მხოლოდ ქართველი თუ შეაშველებს, ეხლა ვინმე თუ გახდება აფხაზეთში ავად, მოყავდა საქართველოში მკურნალობენ. და იციან უკვე აფხაზებმა რაში არის საქმე, ყველაფერი ქართველებს მოწყვეტილები რო არიან და უნდათ ბევრი ამბობს რომ Facebook-ზე ვხვდები რომ უნდა საქართველოს, მაგრამ ეშინიათ. და ისე მე მაგალ ჩვენ ქართველებმა უნდა კიდევ სიყვარულით, ურთიერთგაგებით, კიდევ ერთმანეთთან მეგობრობით და თუ დავიბრუნებთ აფხაზეთს. აი, ქალბატონო, ბოლოსკენ ესეთი კითხვა მექნებოდა თქვენ ბევრი რაღაც ცხოვრების განმავლობაში უამრავი რაღაც გადაგხდათ თავს და ბევრი რაღაც დაინახეთ, მათ შორის წარუმატებლობა, ასევე დევნილობა. აი, დღევანდელი დღის მთავარ თემას რო დაუბრუნდეთ, ისევ და ისევ, როგორ შეიძლება ადამიანმა ყოველდღიურობაში დაინახოს ღიმილის მიზეზი და რა არის ის მთავარი ფორმულა, რომელიც თქვენ აი ამ ასაკში გაძლევთ იმის განწყობას, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ღიმილი და ის განწყობა, რომელიც ყოველდღიურობაში იმდენად პრაქტიკულია, რამდენადაც მნიშვნელოვანი. ეხლა ჩვენ ქალბატონებმა ამა ჩემი ქალბატონების თანადგომით, სიყვარულით, ერთმანეთის გაგებით, ერთმანეთს ხალისი და სიხარული მოუტანეთ და ამიტომ ჩვენ და ღიმილიც დავიბრუნეთ სახეზე და ამიტომ ჩვენ დავერქვით სახელად ღიმილის ქალბატონები. ღიმილის ქალბატონები ეხლა ჩვენი საქმიანობა არის ქველმოქმედება, ასევე ახალგაზრდებთან კავშირი და სპორტი. და ამით ვერთობით და ერთმანეთს ვუხდით დაბადების დღეებს. მადლობა უღრმეს. ძალიან დიდი მადლობა და ესე ვამთავრებთ ხომ ქალბატონების კვირეულს ძალიან ემოციურ ნოტაზე. კი ბატონო. აფხაზეთი საქართველო ჩვენ უდიდესი იმედი გვაქვს რომ ისევ ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და ძალიან ემოციურია ფინალი. ერთი წუთით არ მეპარება რომ დავბრუნდეთ. აი არ მეპარება, მე ცოტა ის ვარ, რა ქვია, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვიცი რომ ნამდვილად ღმერთი საბოლოოდ ჩვენი სტუმრები იყვნენ. თავარია მოინდომონ აფხაზებმა ჩვენთან ცხოვრება, ესაა მთავარი. მოინდომებენ, როცა არ ეყოლებათ ვინმე ისეთი. ჩვენ ყოველთვის დავხვდებით ღიმილით, როგორც
ეს თქვენ შეძელით დღეს ჩვენს ეთერში ღიმილის ქალბატონები გახდნენ ჩვენი სტუმრები, ორგანიზაციის წევრები, რომელსაც ღიმილის ქალბატონები ქვია, თალიკო გაბეჩავა, პოეტი და მედია ბიბილეიშვილი, პედაგოგი. მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ იყო ჩვენთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში. ჩვენ მთელი კვირა ფაქტიურად მართლაც რომ ქალებს მიუძღვანით, ბევრი საინტერესო თემა განვიხილეთ. გეუბნებით მომდევნო შეხვედრამდე ბედნიერ და წარმატებულ უქმებს გისურვებთ. ნახვამდის. ნახვამდის. მადლობა.